გამარჯობათ მეგობრებო, მე ვარ ფსიქოლოგი ვაკო ჯაფარიძე და ეს არის ჩვენი წინასაახალწლო 21 დღიანი პროგრამის მე-9 დღე. ეს პროგრამა ემსახურება იმას, რომ ჩვენ სწორად დავასრულოთ ფსიქოლოგიურად 2025 წელი, რომ არ გადმოგვყვეს ამ წლიდან შესაძლო ნეგატივები, ასე ვთქვათ, და შევქმნათ სწორი განწყობა, სწორი ქვეცნობიერი პროგრამირება ჩვენი შემდეგი წლის, ასე ვთქვათ, უფრო წარმატებულად, ჯანსაღად და შეძლებს დაგვარად ბედნიერად ცხოვრებისთვის. შესაბამისად, დღეს არის მე-9 დღე, როგორც თქვით, და დღეს კიდევ ერთხელ ვუბრუნდებით სექსუალურობის თემას, სექსუალური ენერგიის თემას. და თუ წინა კვირას გქონდა საუბარი იმაზე, რომ სტრესი თრგუნავს ჩვენ სექსუალურობას და გამიხილეთ სპეციალური ტექნიკა, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია ნელ-ნელა გავთავისუფლდეთ სტრესისგან ამ ტექნიკის სისტემატიური გამოყენების შემთხვევაში. დღეს მინდა ვისაუბროთ ისეთ საინტერესო რაღაცაზე, როგორც არის საკუთარი თავის ხატი, რომელიც სექსუალურობას ან თრგუნავს, ან პირიქით აძლევს მას გაფუძნის საშუალებას. და შესაბამისად, აზრი, რომელიც მინდა თქვენამდე მოვიტანო, არის ძალიან მარტივი. აა, ის თუ რა წარმოდგენები გაქვთ საკუთარი თავის შესახებ ქვეცნობიერ დონეზე, არის პირდაპირი ბრძანება, ასე ვთქვათ, ფსიქიკიდან ორგანიზმისკენ, რომ ზუსტად ასე გამოავლინოთ თქვენი სექსუალურობა და ასე ვთქვათ, თქვენ ლიბიდო ზუსტად ესეთი ძალა გქონდეს. შესაბამისად, მინდა გავაკეთოთ ორი საინტერესო სავარჯიშო. პირველი სავარჯიშო ეძღვნება სექსუალური ბლოკებისგან გათავისუფლებას, მეორე სავარჯიშო ეძღვნება სექსუალური ენერგიის მატებას და ზოგადად ამ სფეროს გამოჯანსაღებას, ასე ვთქვათ, ხო? იმისათვის, რომ მოვხსნათ სექსუალური ბლოკირება, პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, და ხო, თქვათ აქვე, რომ საიდან მოდის სექსუალური ბლოკირებები. შეძახილებიდან, გარკვეული, ასე ვთქვათ, სოციალური ნორმებიდან, ტრავმებიდან, სხვა, ასე ვთქვათ, უსიამოვნო გადატანილი ინციდენტებიდან და ასე შემდეგ. შესაბამისად, ქვეცნობიერ დონეზე ყალიბდება ეგრეთ წოდებული, ასე ვთქვათ, დამთრგუნველი ნაწილი, სექსუალურობის დამთრგუნველი შინაგანი ნაწილი და ზუსტად ეს არ გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენმა სექსუალურმა ენერგიამ იფუნქციონიროს, ასე ვთქვათ, გამართულად, კარგად და სრულფასოვნად. შესაბამისად, სავარჯიშო სექსუალური ბლოკებისგან გათავისუფლების გამოიყურება მარტივად, მაგრამ არის ძალიან მძლავრი თავისი სისტემატიური გამოყენების შემთხვევაში, ასევე ხო? როგორ ვაკეთებთ ამ სავარჯიშოს, უყურეთ? აი, ასე შევკრათ ხელები ძალიან სწრაფად და შევხედოთ, რომელი ხელის თითი გამოვიდა ზემოდან. ანუ რომელია თქვენი დომინანტური ხელი, მარტივად რო ვთქვათ, ხო? აი, ცერა თითი, რაც არის ზემოდან, ეს ხელი. და შემდეგ დავიკავოთ ხელები, აი ესე, ოღონდ ცოტა შორს, უბრალოდ კადრში მიჭირავს ესე ახლოს, რომ თქვენ ცოტა შორს დაიკავეთ ერთმანეთისგან, გიგონება ორი თებში გიჭიროთ ხელში. დომინანტურ ხელზე წარმოიდგინეთ თქვენი, ასე ვთქვათ, სექსუალურობა, თქვენი სექსუალური პოტენციალი. შეგიძლიათ ვიზუალიზაციაც კი არ გააკეთოთ, უბრალოდ დაუშვათ აზრი, რომ ასე ვთქვათ, თქვენს ხელზე ეს სიმბოლურად განლაგდა. მეორე ხელზე წარმოიდგინეთ ყველაფერი ის, რაც ბლოკავს და თრგუნავს თქვენს სექსუალურობას. ამის შემდეგ გადაიტანეთ ყურადღება წერტილზე, თავს ზემოთ, სადღაც 10-15 სანტიმეტრი. დახუჭეთ თვალით და გააჩერეთ მანდ ეს ყურადღება თავს ზემოთ წერტილზე და დააკვირდით საკუთარ შეგრძნებებს. ცოტა ხანში სავარაუდოდ იგრძნობთ, მეც სიმსუბუქეს, მეც სილაღეს, ანუ სხეული გიჩვენებთ, რომ ტრანსფორმაცია მოხდა. დაძაბულობა წავა, მეტი ოდუნებულობა გაჩნდება, სისავსის შეგრძნება გაჩნდება და ეს ხდება იმის ნიშანი, რომ ამ მომენტისთვის ეს სავარჯიშო ჯერ უნდა შეასრულოთ. ესეთი ეფექტი შეიძლება მიიღოთ ძალიან სწრაფად, შეიძლება რამდენიმე წუთი დაჭირდეს, ხო? არ აქვს მნიშვნელობა, მიყევით პროცესს, მიენდეთ თქვენი ქვეცნობიერის შინაგან სიბრძნეს. ეს პირველი სავარჯიშო. მეორე სავარჯიშო გამოიყურება შემდეგნაირად. დახუჭეთ თვალი
და წარმოიდგინეთ, რომ თქვენს წინ დგას თქვენი, ასე ვთქვათ, უფრო სექსუალური მე, უფრო სექსუალური ვარიანტი, ვერსია. წარმოიდგინეთ, როგორ გამოიყურება, როგორ შესახედაობა აქვს, როგორ დღეს მისი ხმა, როგორი პლასტიკა აქვს, რა შთაბეჭდილებას ტოვებს. შემდეგ წარმოიდგინეთ, რომ აიღეთ და შეაბიჯეთ ამ ვერსიაში, საკუთარი თავის, იგრძენით, ეს სხეულის დონეზე მიეცით საკუთარ თავს საშუალება, რომ იგრძნოთ ეს სექსუალურობის მატება ფიზიკურ დონეზე, აქტიურად გამოიყენეთ ამისთვის თქვენი წარმოსახვა. შემდეგ წარმოიდგინეთ, რომ თქვენს წინ დგას კიდევ უფრო სექსუალური ვერსია თქვენივე და კარგად რომ წარმოიდგენთ, აქაც შედით, ზედმოირგეთ, ასე ვთქვათ, აქაც მიეცით საკუთარ თავს საშუალება, რომ კარგად შეიგრძნოთ ეს ყველაფერი. და შემდეგ ცოტა ხნის განმავლობაში იოცნებეთ იმ პოზიტიურ ცვლილებებზე, რისი განხორციელებაც სურთ თქვენ ცხოვრების სფეროში, ხო, სექსუალურ ინტიმურ სფეროში. აა, ეს სავარჯიშო შეიძლება გამოვიყენოთ კვირაში ერთხელ, ერთის და მეორეც. და სისტემატიური გამოყენების შემთხვევაში დაახლოებით თვენახევარში, ორ თვეში, მაქსიმუმ სამ თვეში შეამჩნევთ, რომ თქვენი სექსუალურობა და თქვენი სექსუალური ცხოვრება გაცილებით უფრო ჰარმონიული გახდა, ვიდრე იყო მანამდე. დღეისათვის სულ ეს არის პრინციპში. ვისაც გაინტერესებდათ შეუზღუდავი მიღწევების მარათონის თარიღი და პროგრამა, დავდე ჩემს გვერდზე, ლინკს შევდებ კომენტარებში, აი ამ ვიდეოს ქვეშ და შეგიძლიათ ნახოთ. და სანამ ამ მარათონზე ჩაეწერებით, შეიძლება გაეცანით პროგრამას, იმისთვის რომ გაცნობდეთ, რამდენად გჭირდებათ თქვენი ცხოვრების ამ ეტაპზე ზუსტად ესეთი პროგრამა. მე კი ყველამდე გემშვიდობებით, თავს გაუფრთხილდით და მომავალ შეხვედრამდე.